მოგესალმებით და მოგახსენებთ იმას, რომ ბევრისაგან გამიგია ასეთი ფრაზა. თითქოს ადამიანი სატანჯველად არის მოვლენილი ამ ქვეყნად. სინამდვილეში კი ეს სრულებითაც არ არის ასე, რადგან ღმერთს ადამიანი არც სატანჯველად მოვლენია ამ ქვეყნად და არც ჯოჯოხეთის სუფევა დაუშვია დედამიწაზე. ამიტომაც ყოველთვის ხდება ის, რომ სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე. მაგრამ რაც შეეხება იმ პრობლემებით ახსახსე ცხოვრებას, რასაც ჩვენ გავდივართ ამ ქვეყნად, ამის მიზეზი კი მხოლოდ ის არის, რომ ჩვენმა წინაპრებმა უარი თქვეს გონებასა და აზროვნებას შორის მჭიდრო კავშირ ურთიერთობის დამყარებაზე და თანაც ამ უარყოფის სურვილის ჰქონის უნარიც მემკვიდრეობად გადმოგვცეს ეგრეთ წოდებული ტრადიციული ადათ-წესების დაცვის სახით. აზროვნების მიერ გონებასთან მჭიდრო თანამშრომლებაზე უარის თქმამ გამოიწვია ის შედეგი, რომ გონების ფუნქციონირება თანდათან შეიზღუდა, რასაც ჩვენ გონების მიძინებას ვუწოდებთ. რამაც ადამიანში მოახდინა ცვლილებების გამოწვევა კეთილი თვისებებიდან ბოროტების მიმართულებით. უანგარობა ანგარებაში გადაიზარდა, თავდაბლობა ამპარტავნებაში და საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ ადამიანებში სიყვარულის გრძნობას გაქრობის საფრთხე დაემუქრა და მის ნაცვლად კი ეგოიზმი ჩამოყალიბდა. და თანაც ისე, რომ ამის მიხედვის უნარით დაიბლოკა. რასაც ბიბლიაც ადასტურებს. რადგან ბოროტი გულის პირველი მტვირთველი ადამის შეცდა და იძლია, ასევე ყველა ვინც მისგან იშვა. მუდმივი გახდა უძლურება და რჯული ხალხის გულში ბოროტების ძირს შეეზარდა. გარშევდა რაც კეთილი იყო და დარჩა ბოროტება. ხოლო ყოველივე ამან კი ის მოიტანა, რასაც ბიბლია ამბობს და არის ის, რომ წარღვნა ჩადენილი ცოდვების ზღვარგადასულობის გამო მოხდა. სამწუხაროდ უკვე ამჟამადაც კვლავ საფრთხის წინაშე დადგა ადამიანთა მოდგმის არსებობის გაგრძელება. ვინაიდან მათი სიცოცხლის საარსებო წყარო, მათ შორის ნამდვილი სიყვარულის გრძნობის არსებობა არის და არა იმ სიყვარულის პატენტისა, რომელიც სინამდვილეში სიყვარულის საწინააღმდეგოდ აღმოცენებული გრძნობის შენიღული ფორმაა მხოლოდ და მას ეგოიზმი ჰქვია და რომელიც ასერიგად ერევათ ადამიანებს სიყვარულის გრძნობაში. ვისში რა გრძნობა მყოფობს, სიყვარული თუ ეგოიზმი, ამის გასარკვევად ადამიანის აზრის მიერი შეფასება ვერ გამოდგება. რადგან ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობა არეგულირებს იმას, რომ ყოველ ადამიანი მასში არსებული გრძნობის მიხედვით განისაჯოს. ამიტომ თუ კი ვინმეს თავისი ცხოვრება არ მოსწონს, მას შეუძლია მისი გამოსწორება მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ უნდა შეიცვალოს თავისი თვისებები. ის შემძლეობასაც მასში არსებული გრძნობის ცვლილება იძლევა სიყვარულის მიმართულებისაკენ სვლით. თუ კი ეს ასე არ მოხდება და ადამიანები არ მოისურვებენ სიმართლისათვის თვალის გასწორებას და თავისი გრძნობების ჭეშმარიტების კანონებით შეფასებას, რაც მოყვება ამას, მგონი ამის ახსნა განმარტება უკვე აღარ არის საჭირო. ვინაიდან სამყარო უკვე მსოფლიო დონის მომცველობის დონეზე იძლევა ფაქტებით მასზე პასუხს. მე კი მხოლოდ შემოგთავაზებთ იმ ცოდნას, რომლის მიღებისა და მისით მოქმედების გარეშეც კაცობრიობა ვერ გამოვა იმ მღვიმიდან, რომელშიაც არის შესული. ხოლო თუ იქიდან ვეღარ გამოვა, მაშინ ამოსუნთქვასაც ვეღარ შესძლებენ, რადგან ადამიანები ისეთი არსებებია, რომელთაც ღმერთმა შთაბერა სიცოცხლის სუნთქვა. მას შესადამე ვიწყებ იმის გაცხადებას, თუ რისი ცოდნა არის საჭირო საიმისოდ, რომ ადამიანმა გონებისაკენ გადადგას ნაბიჯი. მაზედაც მოგახსენებთ, რომ ამისათვის მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს და ის შემდეგია. ადამიანმა აუცილებლად სათანადოდ უნდა შეიგნოს ის, რომ ის არის ქმნილება, რაც თავის მხრივ იმას გულისხმობს, რომ მას ჰყავს შემქმნელი. და ეს კი მას ვალდებულს ხდის იმაზე, რომ შემქმნელის მიერ სპეციალურად მისთვის დაწესებულ ინსტრუქციას უნდა დაემორჩილოს. განსაკუთრებით კი დღეს, როცა აზროვნების გასაცდელად დაწესებული საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა სასრულ სტადიაში იმყოფება და უკვე დრო აღარ ითმენს კვლავ იმ კითხაობის გასაგრძელებლად, რასაც მეცნიერებას ჩადის. რამე თუ კაცობრიობას ამჟამად ისეთი პერიოდი აქვს დამდგარი, რომელიც ჭეშმარიტი ცოდნით გათვლილი ნაბიჯების დაუყოვნებლივ გადადგმას საჭიროებს.
რაც იმ საფუძველის მოძიებასა და მის აღმოფხრას გულისხმობს, რომელიც მთავარ მიზეზად უდევს იმ უმეცრების დროების ჩამოყალიბებას, რაშიაც დასაბამიდან აქამდე იმყოფება ადამიანთა მოდგმა. ამიტომაც პირდაპირ და კონკრეტულად ვიტყვი სათქმელს. არჩევანის თავისუფალი ნებისმიცემით ღმერთმა ადამიანებს ნება დართო იმისა, რომ სიბრიყვისა და სიბრძნის გზიდან აერჩიათ თუ რომელს გახოლოდნენ. თითოეულ გზაზე კი სათავისო ცოდნა იყო დადებული. სიბრძნისაზე ჭეშმარიტება, ხოლო სიბრიყვისაზე კი მეცნიერული და რელიგიური ცოდნა. ხოლო თუ კი რომელიც ცოდნით აღჭურვას აირჩევდა ადამიანი, ამას კი მას განუსაზღვრავდა მისი დამოკიდებულება იმ კანონთა დაცვის მიმართ, რომელიც სპეციალურად ადამიანთათვის დააწესა ღმერთმა მათი ბუნების და შესაბამისობის გათვალისწინებით. იმასაც მოგახსენებთ, რომ ადამიანთა მოდგმა იმ მისიური როლის შესასრულებლად იქნა შექმნილი დედამიწაზე, რომ გენეტიკის კანონის მოქმედების ფონზე აზროვნება გაწვრთნილიყო და სრულყოფილ დონემდე გაზრდილიყო, საიმისოდ, რომ იმ სამყაროში ცხოვრება შესძლებოდა მის პატრონებს, რომელსაც კუბი ჰქვია და მასში არანაირი ბოროტი ძალის არსებობას არა აქვს ადგილი. ვინაიდან და რადგანაც ეს მატერიალური მრგვალი სამყარო შექმნილი იქნა ღმერთის მიერ გათვლილი და ისე დამტკიცებული პროგრამით, ამიტომ მისგან ნაყოფის მიუღებლობაზე ეჭვი გამორიცხულია. თუმცა იმის აღნიშვნაც საჭიროა, რომ შედეგის მისაღებად ორმხრივი მიმართულება აქვს მიცემული ასარჩევად ადამიანს. ერთი სწორი გზისაკენ მიმართული სიბრძნის გზის სახით და მეორე კი შემოვლითი მრუდე გზისაკენ მიმართული სიბრიყვის გზის სახით. როგორადაც ისტორიიდან ცნობილია და ამას რეალობაც ადასტურებს, ადამიანთა რაოდენობის თითქმის მთელმა ნაწილმა სიბრიყვის გზაზე სიარული ირჩია და მათგან მხოლოდ ძალზედ მცირედმა ერთეულოვანმა ნაწილმა აირჩია სიბრძნის გზით სვლა, რომელ გენსაც ქრისტეს გენი უწოდა ბიბლია. ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება თუ რა მძიმე ხვედრით გაატარებიებდა ცხოვრებისეულ გზას ამ უმცირესობას, სიბრიყვის გზაზე მავალი ის უმრავლესობა, რომელთაც ამ გზაზე სიარულმა ბოროტი თვისებების შესძინა და კეთილი კი გაუქრო. თუმცა აქ ერთი მეტად მნიშვნელოვანი რამაც უნდა აღვნიშნო და კერძოდ ის, რომ ადამიანის არსებობას მისი სული განაგებს, რომელიც კოსმოსურ ველს დაქვემდებარებულია და კოსმიური ძალით სულთგულობს. ამიტომ თუ კი ადამიანის სხეულში ყოფნის დროს მას იმის საშუალება არ ექნება, რომ კოსმოსთან იკონტაქტოს, მაშინ ის სრულყოფილად ფუნქციონირებას ვეღარ შესძლებს. მაგრამ იმისათვის, რომ სულმა ასეთი სახით ფუნქციონირება შესძლოს, აუცილებელია ადამიანში ის კეთილი თვისებები არსებობდეს, რომლებიც სიყვარულის გზნობის აუცილებელი შემადგენლობაა. ანუ იმის ცნობება მინდა, რომ კაცობრიობის არსებობა იმ მცირედის მხრებზე დევს, რომელთაც სიბრძნის გზით ცხოვრება ირჩიეს. ამიტომ არის მათთვის მკაცრი კანონმდებლობა და ის შეცდომები, რაც სხვებს ეპატიებათ, მათ არ ეპატიებათ. მაშასა მე უკვე დროა შემდეგი ჭეშმარიტებისათვის თვალის გასწორებისა. ადამიანის სულის და სხეულის ნაერთით გამთლიანებული არსებაა და ამიტომაც ამ მთლიანობის შესანარჩუნებლად მას სჭირდება როგორც სხეულის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ასევე სულისაც. ხოლო რომლის სურვილი რადონით უნდა დააკმაყოფილოს, ამის განსაზღვრელი თავისუფალი ნება კი აზროვნებას აქვს მინიჭებული. რაზედაც არის დამოკიდებული მთლიანად ადამიანის ბედი. ამიტომ დიდი უგუნურებაა ის, რომ საზოგადოებრივი აზრი უშვებს იმას, რომ არსებობდეს საერო და სასულიერო მხარე, რათან ერთმანეთისაგან გამიჯნულად. თანაც ადამიანს სწამდეს იმის, რომ მას შეუძლია ან მხოლოდ ერთი მხარის ყოფნა აირჩიოს, ან კიდევ მეორე მხარეს. სინამდვილეში კი ეს ასე არ არის და თავისი აზრით ერთ მხარეს მყოფები აუცილებლად იყენებენ მეორე მხარეს, მაგრამ სამწუხაროა ის, რომ ისინი ამის შემგნევლი ვერ არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ქვეყნად ვერანაირად ვერ იარსებებდა ადამიანი. სწორედ ყოველივე ამის შეუცნობლობა მიიყვანა კაცობრიობა უმეცრების ისეთ დონემდე, რომლის შემცნობიც არათუ ვერავინა, არამედ პირიქით. დღევანდელი მსოფლიო საზოგადოება თვლის, რომ ადამიანთა განათლების დონე განვითარების მწვერვალზეა ასული. თუმცა ეს მითი უცბად დაანგრია იმ რეალობა, რომელშიაც არსებულმა კატასტროფების გამომწვევა მოვლენებმა ჩააყენა მსოფლიო და რომელიც არმაგედონის ფინალის საწყისი სტადიაა მხოლოდ. წინ კი კიდევ სხვა საწინააღმდეგობებიც არის გადასალახავი.
მოკლედ ვიტყვის ადგმას. რადგან ვრცლად და კონკრეტულად უკვე წარმოდგენილი მაქვს ყოველივე. მოსახლეობა შველას მთავრობების, მეცნიერთა და რელიგიისაგან ელის, თუმცა ძალიან მალევე დარწმუნდებიან იმაში, რომ ისინი ვერ მოახერხებენ გამკლოვებას იმ პროცესებთან, რომელიც დაწყებულია და არ შეჩერდება მანამ, სანამ ისეთი წესრიგი არ დამყარდება, რაც საჭიროა საიმისოდ, რომ დედამიწა დაუბრუნდეს კანონზომიერულად მისთვის გათვლილ ადგილს სამყაროში. რასაც ადამიანი ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს. მე კი იმას გაცნობებთ, რატომ იქნება ეს პერიოდი მძიმე გადასატანე კაცობრიობისათვის და ამას გავაკეთებ ასეთი ფორმით. რა გქონიათ? ბიბლია რომ აცხადებს იმას, რომ წარღვნა ადამიანთა მიერ ჩადენილი ბოროტებების სხვა გადასულობის გამო მოხდაო. ეს ცნობა ყურადსახები არ უნდა იყოს. ანდა იმ სიტუაციას, რაც ამჟამად ხდება დედამიწაზე, გახშირებული და გაძლიერებული ფორმით მიმდინარე კლიმატური კატაკლიზმების სახით, მშობიარობის საწყის რომ ადარებს. არც ეს უნდა იყოს ყურადღების მიქცევის ღირსი. მეცნიერთა ცოდნას დაყრდნობილობა რომ ვერ იძლევა ვერც პასუხებს და ვერც სიტუაციას შველის. ამის მიხვედრის დროც აღარ დადგა? თუ კიდევ უფრო უარესის დალოდებას ექნება ადგილი. ბიბლიური ცნობების უგულებელყოფამ და მეცნიერული ტყუილების დაჯერებამ ხომ ხედავთ რაც მოიტანა. რატომ არის სარწმუნო ბიბლია? გეტყვით რატომაც. იმიტომ რომ იგი შედგენილია იმ გონების ჩანაწერიდან გამოტანილი ცნობებით, რომელი გონებაც ქრისტემ ანგელოზად ყოფნის დროს შეადგინა ადამიანური სულის პროგრამად. ხოლო რაც შეეხება ადამიანთა მიერ გონებიდან იმ ინფორმაციის გამოტანის სისწორეს, რაც ბიბლიით არის წარმოდგენილი, მას ვენდობი იმიტომ, რომ ჩემთვის ცნობილია ის მეთოდი, როგორადაც ღმერთის მიერი საზომები აკონტროლებენ იმას, რომ ინფორმაციის გამოტანა ზედმიწევნით სწორი იყოს. ვინაიდან სწორედ ასეთი მეთოდით არის შექმნილი ჩემს მიერ. უფალია ჩვენი სიმართლის წიგნები და მასში გადმოცემული ინფორმაციის სისწორის თანახვაც ამჟამად ყველასათვის შესაძლებელია, იმიტომ რომ უკვე ყველას თვალწინ მიმდინარეობს ფაქტებად სუსტად აღსრულება იმისა, რაც ცნობებიც მასშია გადმოცემული და ასეც გაგრძელდება ბოლომდე. ამიტომ თუ კი დროის დაკარგვას აღარ ექნება ადგილი და დროულად მოხდება იმ რჩევების გათვალისწინება, ისი გაცხადებაც ჩემი შესრულებით ხორციელდება, მისი მიმღები მით მოგებული დარჩება. რამე თუ ყოველივე ის რაც ხდება მიმდინარეობს იმიტომ, რომ დედამიწური გარემო სამყაროს სივრცეში უკან უნდა დაბრუნდეს მისთვის განკუთვნილ იმ ადგილზე, საიდანაც გაიყვანა იმ წარმოშობილმა ენერგიამ ადამიანთა არასწორი ქმედებების შედეგად დაცემულ სულთა ფუნქციის დაბლოკვამ რომ გამოიწვია. ამიტომ ამ გზაზე მობრუნებით ის ისრები დააწვიმს თავს ადამიანებს, რომლებიც მათმა წინაპრებმა გაისროლეს. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამისართაგან დამცავი ფარი, რომელსაც მადლს უწოდებთ, ქრისტემ უსასყიდლოდ მოუპოვა ყოველყი პიროვნებას, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანებმა რელიგიების ძალისხმევით უარის თქვეს მის შენარჩუნებაზე, იმ ეგრეთ წოდებული ნათლობათა სახით, რასაც რელიგიური მსახურები ატარებენ და ქრისტეს მიერ მადლს უკეტავენ მოსახლეობას. ამიტომაც უწევს კაცობრიობას შიშველი ხელებით გავლა ამისართ ასეთყვიან გზაზე. უკვე იმდენჯერ გარვაცხადე, რომ მეტად ალბათ ვეღარც გავიმეორებ, იმიტომ რომ უკვე საუბრის დროც ამოიწურა და ვინც უკან ვერ დაიბრუნებს ქრისტეს მიერ ნაბუძებ ფარს, ის თავს ვერ დააღწევს ამისართ დაწვიმას. ამიტომ მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს გადასარჩენად და ის კი მხილებული ჭეშმარიტების დაუყოვნებლივ შეცნობასა და მისი მითითებებით მოქმედებას გულისხმობს. ასევე აუცილებლობა მოითხოვს, რომ შევეხო იმასაც, რაც ეხება ცხოველთა, ფრინველთა და მწერთა მიერ ადამიანთა დაავადებების შემთხვევებს. მის აღსაკვეთად მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს და მასზე მოგახსენებთ 2-20 სიტყვით. სული აძლევს ადამიანს სხეულს როგორც ზნებავს, თითოეულ თესლს თავის სხეულს. ყოველი ხორცი ერთი ხორცი როდია. არამედ ადამიანის ხორცი სხვანაირია, ცხოველის ხორცი სხვანაირი, ფრინველის ხორცი სხვანაირი, თევზის ხორცი სხვანაირი. არის ციური სხეულები და არის მიწიერი სხეულები, მაგრამ ციური დიდება სხვა და მიწიერისა სხვა. ბიბლიის ეს კანონი იცით რას გულისხმობს? რას და იმას, რომ თუ კი ადამიანი ადამიანურად იცხოვრებს და არ დამთავრდება ცხოველურ დონემდე, მაშინ მას ის დაავადებები არ შეეყრება, რაც ცხოველთათვის არის განკუთვნილი. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ ცხოველურ დონეში რა შედის, ეს არის მხოლოდ სხეულისათვის ზრუნვა, რაც შემოიფარგლება საჭმელ სასმელისა და თავშესაფრისათვისაც ზრუნვით, რადგან სულიერებაზე ხომ ცხოველები არ ზრუნავენ და ძალიან სამწუხაროდ უკვე აღარც ადამიანები.
ვინაიდან მათ სულიერებაზე ზრუნვა ეკლესიებში სიარული და წირვა ლოცვებისა და ზიარებების რიტუალების ჩატარება ჰქონიათ. მაგრამ სინამდვილეში სულიერებაზე ზრუნვა სულ სხვა რამ არის და იგი ადამიანთა მიერ ერთმანეთზე უანგაროდ ზრუნვაა, რასაც ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს, თუკი მასში სიყვარულის ნამდვილი გრძნობა არ იარსებებს და არა ის ეგოიზმი, რომელიც დღეს სიყვარულში ასერი გადრომერევათ ადამიანებს. ვინც შეად სიყვარულია, მას არ შეუძლია ვინმე გალანცხოს, შეურაცხყოფოს და აწყენინოს. ხოლო თუ უნებლიეთ აწყენინეს ვისმეს, მანამ ვერ მოისვენებს, სანამ არ მოუბოდიშებს და არ შეირიგებს. არ შეუძლია რაიმე ჰქონდეს და მის გვერდში მყოფს თუ კი არა აქვს, მას არ უწილადოს. არ შეუძლია თავის შეკავება, როცა ხედავს, რომ ვისმეს დახმარება სჭირდება. სხვისი სიხარულით ხარობს და სხვისი წუხით გულთან მიაქვს. არ შეუძლია ტყუილის თქმა, უსამართლობის ჩადენა და ცრუ მოწმეობა. მიმოიხედეთ გარშემო, ასეც ვინმეს ხედავთ თქვენს ირგვლივ. სამწუხაროა, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ასეთებს ვერ დაინახავთ. შეხედეთ მსოფლიოს რა ხდება. მთელი პრესა და მედია სალანძღავ არენად არის ქცეული და ამის მერე განა შეიძლება სიყვარულის ნატამალის არსებობაზე საუბარიც კი. ამიტომ ვერავითარი ვაქცინა ვერ უშველის იმ დაავადებებს, რომელიც შეიძლება სხვადასხვა სახით გაჩნდეს და თანაც არა მარტო დაავადებებია საყოველთაო განკითხვის მიერ დადგენილ სასჯელად. გამოსავალი კი მხოლოდ ერთია. პიროვნება უნდა დაიბრუნოს ადამიანობა. თუ არა და გამწირულია. ამას მხოლოდ ნამდვილი სიყვარულის არსებობა სჭირდება ადამიანთა შორის, რომელიც მანამ არ შემოვა მათში, სანამ ჩადენილ ცოდვებს არ მოინანიებენ. ცოდვების მონანიებას კი, როგორც ეს არაერთხელ მithქვამს კიდეც, ჯერ მათი კარგად შეცნობა სჭირდება, რაც ვერანაირად ვერ მოხერხდება მხილებული ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე. ამიტომ სიცოცხლის გასაგრძელებლად უკვე აუცილებლობა მოითხოვს იმას, რომ ადამიანი უნდა გახდეს აღსრულებელი ამ კანონისა. შეიცანეთ ჭეშმარიტება და იგი გაგათავისუფლებთ თქვენ. ვინაიდან ამ ქვეყნად არსებობის შესანარჩუნებელი სხვა გზა, გარდა ამისა უკვე უბრალოდ აღარ არსებობს.